დროებითი ზავი თუ ჩიხში შესული მოლაპარაკებები. მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. ზოგადად წინსვლა გვაქვს ვნახოთ რა გამოვა. კიევი, მოსკოვი, ვაშინგტონი. პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდოს. შეძლებს თუ არა შტატები 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში. მე მქონდა საკმაოდ კარგი ამბები რუსეთიდან. მე ვგრძნობ, რომ რუსეთი ჩვენთან გარიგებას აპირებს. იმედი მაქვს. დროებითი ზავის უცნობი ბედი. მკვლელობა თბილისის ცენტრში. მკვლელობა ყოფილა მართლა სრულად ყოფილა. სხვერპლი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმა. გასულისხმარებით ამბობჯერება. რა გახდა დანაშაულის მოტივი და რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. დატბორილი ქუჩები და სახლები, ევაკუირებული მოსახლეობა და შეჩერებული სასწავლო პროცესი. ძლიერმა ნაკადმა გზები და ქუჩები დატბორა. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. იტალიაში სტიქიას ებრძვიან. როგორია ვითარება ტოსკანაში. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებთ დღისა და კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს. ფრონტის ხაზი უცვლელია, გეგმა გაწერილი, თუმცა შეთანხმება ხელმოსაწერი. შეწყდება თუ არა უკრაინაში ცეცხლი 30 დღით მაინც კითხვა, რომლის პასუხსაც მსოფლიო 3 წელზე მეტია ელოდება, კიდევ უფრო აქტიურდება. გეოპოლიტიკურ რუკაზე მთავარი მოთამაშე ახლა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ფსონს მშვიდობის მიღწევას ედებს და საკუთარი მიზნის რეალობად ქცევაშიც დარწმუნებულია, თუმცა კიევი ფიქრობს, რომ მოსკოვი დროს აჭიანურებს და პუტინი ტყუის. თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი დისკუსიის მზაობას ადასტურებს, მაგრამ ჯერ კურსკის ოლქში მყოფ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს. სანამ უკრაინა, მოსკოვი და ვაშინგტონი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, კიდევ უფრო აქტიურდება ევროპა. ლიდერები ომში მყოფ ქვეყანას დახმარების ხელს უწვდიან, რუსეთს კი სანქციებს უზრდიან. იკვეთება თუ არა ომის დასრულების კონტურები. ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე, რომელიც უერთდება კურიერის ეთერს. ლიკა, საინტერესოა თუ არის ცნობილი, როდის გაფორმდება დროებითი ზავი? როდის გაფორმდება დროებითი ზავი უკრაინასა და რუსეთს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ვიცით, რომ 2 დღის წინ დონალდ ტრამპმა სპეციალური წარმომადგენელიც კი გაგზავნა მოსკოვში, გვიან ღამით კი სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, თუმცა მოსკოვის პასუხი ამ დრომდე უცნობი რჩება. ვლადიმერ პუტინის ამ დრომდე არსებული დუმილი პასუხთან დაკავშირებით კი ვოლოდიმირ ზელენსკის უღრმავებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულება არ სურს. შეწყდება ცეცხლი 30 დღით თუ მოლაპარაკება ჩიხში შევა. ვლადიმერ პუტინი პასუხის გაცემას არ ჩქარობს. კიევი ამერიკის წინადადებას დათანხმდა, თუმცა მაქსიმალურ ამბიციას ინარჩუნებს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და უარს ამბობს ფრონტის ხაზების გაყინვაზე. უკრაინა რუსეთს არ ენდობა. მთავარ შუამავალს კი სხვა პოზიცია აქვს. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინი უარს არ იტყვის, თუმცა მაინც აკონკრეტებს, რომ ვინც 30 დღიან ზავს არ დათანხმდება, დაისჯება. ამერიკის 47 პრეზიდენტმა მოლაპარაკების პროცესში ჩართო სატელეფონო დიპლომატიაც და პუტინს პირადად ესაუბრა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ამბები რუსეთიდან. მე ვგრძნობ, რომ რუსეთი ჩვენთან გარიგებას აპირებს. იმედი მაქვს, ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს. უკრაინა ელოდება პასუხს. ძალიან მაწუხებს ბრძოლის ველი, სადაც ახლა არიან უკრაინელი ჯარისკაცების ძალიან დაუცველი ჯგუფი, რომლებიც რეალურად არიან რუსებისგან გარშემორტყმული. ეს არ არის კარგი, რადგან ჩვენ არ გვინდა მათი სიკვდილი. ნახოთ რა მოხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ მე მივყვები ცეცხლის შეწყვეტის და საბოლოოდ შეთანხმების პროცესს, რაზეც საკმაოდ კარგი სიგნალები მოდის რუსეთიდან. სატელეფონო საუბარი შედეგიანად დასრულდა. დონალდ ტრამპმა პუტინისგან პირობა მიიღო, რომ განიარაღებისა და ჩაბარების შემთხვევაში რუსეთი კურსკის ოლქში ალყაში მოქცეულს უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველა მიცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კომუნიკაცია ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად წინსვლა გვაქვს, ვნახოთ რა გამოვა. კიევი ფიქრობს, რომ არაფერი გამოვა და რომ კრემლი უარისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი კოლეგის პასუხს მაინც ელოდება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პუტინი კურსკში არსებული ვითარების შესახებაც იტყუება, სადაც მისი თქმით უკრაინული ძალები სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ.
პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს. მე მჯერა, რომ მშვიდობასთან მიახლოება მხოლოდ მოლაპარაკებებით და დიპლომატიით არის შესაძლებელი. ახლა მაგიდაზე არის ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე. უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ეს იქნება დიდი ნაბიჯის გადადგმა გარანტირებული უსაფრთხოებისკენ, ამ ომის დასრულებისკენ და საიმედო მშვიდობისკენ. ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის სამშვიდობო პროცესში ევროპა ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია. თუმცა ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს და ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას განაგრძობენ. რუსეთს კი დროებით ზავზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ. თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ეს ძალიან მარტივია. მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ. სანამ მსოფლიო შეთანხმების მოლოდინშია, უკრაინაში ომი გრძელდება. ფრონტზე ვითარება კრიტიკულია. რუსეთი განაგრძობს ქალაქებზე თავდასხმებსაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და 178 დრონი გაუშვეს. ხერსონში დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა კრიბოი როგში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რუსეთმა მიზანში ამოიღო ოდესაც. დაიბომბა ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიც. საპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი კი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, 300-ზე მეტჯერ გახდა რუსული ცეცხლის სამიზნე. საგარეო საქმეებთან ერთად ამერიკის 47 პრეზიდენტი საშინაო პოლიტიკის ნაბიჯებზეც მუშაობს. დონალდ ტრამპი პრეზიდენტობიდან 2 თვის შემდეგ ტონს კიდევ უფრო ამკაცრებს. მისი სამიზნე ამჯერად ნარკოპოლიტიკა ხდება. მიზანი დასახულია ახალი ადმინისტრაცია მთავარ ამოცანად ნარკოდამოკიდებულების 50%-ით შემცირებას აცხადებს. ტრამპმა კიდევ ერთი პირობა დადო, დასაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდა და მას კაპრეზიდენტებაში ხელს უშლიდა. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ახალ რეფორმებზე მუშაობს. დონალდ ტრამპი მკაცრი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის მთავარი ამოცანა ნარკოდამოკიდებულების მინიმუმ 50%-ით შემცირება. ჩვენ წინა შედგას უზარმაზარი გამოწვევა და მე უბრალოდ არ ვიცი, მზად არის თუ არა ეს ქვეყანა ამისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ძლიერ კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ და მე მჯერა, რომ ამ კამპანიის მეშვეობით შეგვიძლია ამ პრობლემის 50%-ით შემცირება, თუ არა მეტით. როცა ადამიანები ხედავენ ყველა იმ საშინელებას, რასაც ეს ნარკოტიკები იწვევს და მე განსაკუთრებით ვგულისხმობ ფენტანილს, რომელიც ჩვენს ქუჩებში ვრცელდება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ზომები, რომ ეს შევაჩეროთ და ჩემი ადმინისტრაცია ამას გააკეთებს, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს ეს სიმართლე და მე არ ვარ დარწმუნებული, მზად არიან თუ არა ისინი ამისთვის. იუსტიციის დეპარტამენტის დიდ დარბაზში მისულ წარმომადგენლებს დონალდ ტრამპმა ისიც უთხრა, რომ რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ყოფილ მაღალჩინოსანთა შორის ისინიც იქნებიან, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ და ტრამპის თქმით მას გაპრეზიდენტებაში უშლიდნენ ხელს. ისინი ჩემი საარჩევნო შტაბის წევრებს ჯაშუშობდნენ, ახორციელებდნენ ოპერაციებს ჭორევისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, დევნიდნენ ჩემს ოჯახს, თანამშრომლებს და მხარდამჭერებს, დაესხნენ თავს ჩემს სახლს, მარალაგოში და გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რათა ხელი შეეშალათ ჩემთვის პრეზიდენტად გახდომაში. მათ იცოდნენ, რომ ეს დიდი სიცრუე იყო, საბოლოოდ ბანდიტებმა მარცხი განიცადეს. სიმართლემ გაიმარჯვა. იუსტიციის დეპარტამენტი რადიკალებთან იყო გაერთიანებული. ცდილობდნენ ამერიკის გადაქცევას კორუმპირებულ კომუნისტურ და მესამე მსოფლიოს ქვეყნად. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს და მათ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. გზავნილის ადრესატები პრეზიდენტს არ დაუმალავს, ამბობს, რომ CNN და MSNBC დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ და კორუფციასთან ერთად უკანონო ქმედებებშიც არიან შემჩნეული. მე ვთვლი, რომ CNN და MSNBC, რომლებიც წერენ 97.6% ნეგატიურ მასალას ჩემს შესახებ,
წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას. ისინი კორუმპირებულები არიან და მოქმედებენ უკანონოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე, ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები. ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე. ეს არ შეიძლება იყოს კანონიერი. ჩვენ აღვადგენთ კანონს, წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ამერიკაში. ტრამპი სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესს განაგრძობს. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით ის 7 ფედერალურ სააგენტოს აუქმებს. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. ამერიკული გამოცემის ცნობით, შტატების პრეზიდენტმა აღმასრულებელი ბრძანება უკვე გამოსცა. დახურულ უწყებებს შორის ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა მედია საშუალებების ზედამხედველი ორგანოც აღმოჩნდა. ტრამპთან ერთად შესაძლო ცვლილებებზე აქტიურად მუშაობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც. შტატების ნაციონალური დაზვერვის დირექტორი სადაზვერვო სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს. ტულსი გაბარდმა რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც დაასახელა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედია საშუალებების მხრიდან, როგორიც Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC-ია. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციაზე ხელმეორედ 2 თვის წინ დაბრუნდა. ახალ ადმინისტრაციასთან ერთად 47 პრეზიდენტი ქვეყნის შიდა პოლიტიკის გადახედვას და ცვლილებებს განაგრძობს. დიპლომატების შეხვედრა არადიპლომატიური გამოხმაურებებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის ელჩის შეხვედრამ ოპოზიციისა და აქტივისტთა ნაწილი გაანაწყენა. საკუთარი ემოციების სოციალურ ქსელში გაამხილეს, არც ბრაზი დამალეს და შტატების საელჩოს არც კრიტიკა დააკლეს. მათ კი ვინც კრიტიკა ვერ გაბედა და სხვაც ვერაფერი მოიფიქრა, დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ფოტოზე მანძილის გაზომვა დაიწყო. ამ ფაქტის შემდეგ მმართველი გუნდი ოპონენტების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა, უახლოეს მომავალში გადაიდვირთება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის სტუმრობამ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია. ემოციები საჯაროდ ვერ დამალეს და დიპლომატი დიპლომატიური საქმიანობისთვის მწვავედ გააკრიტიკეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ეს კომენტარები საელჩოს ოფიციალურ განცხადებას მოჰყვა, სადაც ეწერა, რომ ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტები გააცნო. აქტიურობდნენ ოპოზიციის ლიდერებიც. ნაციონალურ მოძრაობაში საკუთარი თანაგუნდელების კომენტარები ვერ გაიხსენეს. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს რიტორიკა შეცვალეს. ერთის მხრივ ამბობდნენ, რომ რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მეორეს მხრივ კი აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის კრიტიკული გამოხმაურებები ბუნებრივი რეაქცია იყო. რაც შემიძლია თქვა პირდაპირ, როდესაც საუბრობ ჩვენ შეხვედრაზე, ეს არის კიდევ ერთხელ რომ ძალიან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მაშინ რატომ მოყვა ეს აჟიოტაჟი და ესეთი გამოხმაურება? ხო, მნიშვნელოვანი პერიოდი არის და ყველა თითო მოვლენას და თითო ფაქტს მოყვება ხოლმე ძალიან დიდი გამოხმაურება, ძალიან ცვლილებებით ახსოვს ეპოქაში ცხოვრობთ, მათ შორის ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრი ამბავს მოყოლია, ძალიან დიდი ალიეხოთვი და ასე ვთქვათ, აქტიურად არის ხოლმე პოზიციები გამოხატული. ეს ძალიან ბუნებრივია. ამერიკიდან დაბრუნებულმა ელჩმა ბუნებრივია გააცნო ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, რაც ჩვეულებრივი დიპლომატიური სამუშაოა. ჩვენ სერიოზულად მოვაკიდოთ საერთაშორისო ურთიერთობებს და მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობებს და მნიშვნელოვანია ის, რომ ტერმინები არ იყოს აღქმაში გადამწყვეტი. ელს აკრიტიკებდნენ მინისტრი რატო უწოდა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რაც მე მაჩნია რომ არის სრული აბსურდი და შეხვედრის ნეგატიურ გამოხმაურებებს ნეგატიურად აფასებს ოპოზიციის ერთი ნაწილი, სადაც მიაჩნიათ, რომ მათ კოლეგებს სახელმწიფო პრიორიტეტების ნაცვლად მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აღელვებთ. ძალიან სამარცხვინო ფაქტი, იმიტომ რომ საინტერესო იყო ის თუ რა გზავნილები ჩამოვიდა ამერიკიდან, რომელიც გადმოეცა ქართულ მხარეს. ნაცვლად იმ სისულელისა, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში იყო ატეხილი, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან და NGO სექტორისგან. ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების რეაქცია მმართველ გუნდს არ გაკვირვებია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამერიკის ელჩის ნაბიჯმა, რომელიც დიპლომატიური სამუშაოს ნაწილია, ოპოზიციის სასო წარკვეთა გამოიწვია, რასაც უმრავლესობის წევრები და დეპუტატები მათი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით ხსნიან. ზოგადად განსაკუთრებული იმაში არაფერი არ არის, როდესაც
უცხო ქვეყნის ელჩი, ხდება საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი, რა თქმა უნდა, და ამას ახლა რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ოპოზიციიდან, თქვენ კარგად დაინახეთ, შეუვარდნენ პირდაპირ ამერიკის საელჩოს Facebook გვერდს, როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს იქ ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაოდა. აი ეს არის ზუსტად კოლექტიური ნაცმოძრაობის თვის ამერიკის ელჩის მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიდი წერტილი არის დასმული უკვე ნებისმიერ სპეკულაციაზე, თulis რომ უკვე უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველოს შეერთებულ შტატებს შორის. აი ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინსად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიიღებს ხელს, აი ამაზე უნდა იფიქრო. რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მოგვიანებით კი განცხადება გამოაქვეყნა დიპლომატიურმა უწყებამაც. ითქვა, რომ შეხვედრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობას უკავშირდებოდა. 10-მდე ტყვია, ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი. მსხვერპლი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძეა. დანაშაულის ადგილი კი ჭავჭავაძის გამზირი. თბილისის ცენტრში გვიანღამით მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს თუ როგორ ელოდება დამნაშავე სახლის სადარბაზოდან გამოსულ სამიზნეს. სავარაუდო კილერი ჯანგველაძეს ზურგიდან აედევნა, რამდენიმე წამში კი ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის დროს დაიჭრა მისი თანხლები პირიც. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა კურიერმა სავარაუდო ვერსია გაარღვია. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე პირველი გასროლის ხმა დაახლოებით 23 საათზე გაისმა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს თუ როგორ ელოდა მკვლელი სახლის სადარბაზოდან გამოსულ სამიზნეს. სავარაუდო კილერი ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ზურგიდან აედევნა და რამდენიმე წამში ცეცხლიც გაუხსნა. მკვლელი დაახლოებით 10 ჯერ ისვრის, რის შემდეგაც სამიზნე გზის სავალ ნაწილთან ეცემა. დამნაშავე ჭავჭავაძის გამზირიდან ნაფარეულის ქუჩის გავლით სავარაუდოდ ფალიაშვილის მიმართულებით გარბის. მისი კვალიც სწორედ ამ ქუჩაზე იკარგება. მალევე გაირკვა, რომ მოკლული მამაკაცი ლევან ჯანგველაძეა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა. ის თბილისში ახლობლის პანაშვიდზე იყო ჩამოსული. რა გიცათ, არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერი, აბსოლუტურად. ბიზნესი სად ქონდა ქალბატონო? მოსკოვში და სხვა ქვეყნებში. აქ არა. ადგილობრივები და მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ყვებიან, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თუმცა თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მუშაობდი ჩვეულებრივად და სროლის ხმა რა იყო, მობილზე ჩვეულებრივად დავწექის, დავიყვირეთ, ამ ყველა დაბლა ჩავედით. მე აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე დაიჭრა. ორი ტყვია შემოვარდა, როგორც მივხვდი ფილიალში, ერთ შუშას მოხდა და მეორე სავარაუდოდ კარებს არ კინას მოხდა. რამდენჯერმე რომ გასროლის ხმა გავიგეთ, ვერც კი გავიაზრეთ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არ გვიფიქრია, რომ იარაღიდან სროლის ხმა იყო და ფანჯარასთან მოვიდა მენეჯერი გამოიხედა. ზუსტად მაგ მომენტში მოხდა ამ ფანჯარას ერთი ტყვია კიდე ქვევით არის შემოვარდნილი, უბრალოდ შიგნით არ შემოვარდა, გააჩერა მგონი შუშა. თავდასხმის დროს დაიჭრა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირიც. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, თუმცა უცნობია, დაკითხეს თუ არა უკვე მამაკაცი, რომელიც მკვლელობის მოტივზე სავარაუდოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. ბინაზე იყო დაწერილი, დამუშავდა ჭრილობა. სად ქონდა მიყენებული დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით? ფეხის არეში. მოკლულის ძმას მერაბ ჯანგველაძეს კრიმინალურ წრეებში სოხუმსკის მეტსახელით იცნობენ. ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროში მის სახელს არაერთი კონფლიქტი და ხმაურიანი გარჩევა უკავშირდება. ძმები ჯანგველაძეები უკვე დიდი ხანია საქართველოში აღარ ცხოვრობენ. ვაკეში მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი. კურიერის ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ორ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ამ კონფლიქტის ერთ მხარეს მერაბ ჯანგველაძის, მეორე მხარეს კი ზახარია კალაშოვის, იგივე შაქრო მალადოის დაჯგუფება დგას. მათ შორის კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წელს, როდესაც სოფელ
ახალ დაბაში მოკლეს მერაბ ჯანგველაძის და ასევე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მამუკა კვიჟინაძის მეგობარი ვალერი ნაცვლიშვილი. ჯანგველაძე კვიჟინაძის მხარე მომხდარში კალაშოვის კლანის წარმომადგენელს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს ჯეირან კინწურაშვილს ადანაშაულებდა. ის რომ ამ ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი დიდი ხანია მწიფდებოდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერებიდანაც ჩანს. მე ხუჩა ომში მოგებული ასეთი ხარი არ არსებობს. ეს ირანა არა ქურდი. მაგ ერჯობსე. ფოტოციკლი. ხახარა თავის ხოდა საათ ნახევარი იგზავნა პატარა ბაღანასავე. კვიჟინაძე ჩამევიდა. ნომერზე შენდა ფონიდო. ეს ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მრავალ მტკიცებულებას შორის, რომელიც პროკურატურამ თებერვალში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარადგინა. საქმის მასალებში ნახსენებია არაერთი კრიმინალური ავტორიტეტი. პოლიციამ ამ საქმეზე ქვეყნის მასშტაბით ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 26 პირი დააკავა. 4-ს კი მათ შორის ჯეირან კინწურაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. პოლიტიკურ კალენდარზე დღეები იკლებს ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. პარტიებმა საკუთარი ამორჩევლების შემოდგომაზე უნდა დათვალონ, თუმცა რამდენიმე თვით ადრე გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების გეგმები ჯერ ისევ ბუნდოვანია. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ითხოვს, მაგრამ საპარლამენტოს ნაწილი კი ფიქრობს, რომ უნდა მოიცადოს. აცხადებენ, რომ შემოდგომამდე დრო ბევრია, ვინც ბევრს არ ფიქრობს, ეს გირჩია. პარტია, რომელმაც 2024-ში 5%-იანი ვერ გადალახა, თუმცა 2025-ში 4%-იანი ბარიერის გადალახვას ეცდება. 2028 წლამდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, ამიტომ მმართველი გუნდი ოპონენტებს ურჩევს რეიტინგები თვითმმართველობის არჩევნებზე გაზომონ. ამასთან ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ტრადიციულად პოზიციას შეიცვლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კიდევ ერთი საკითხია, სადაც ოპოზიციის პოზიცია ერთიანი არ არის. 4 ოქტომბრამდე 7 თვე რჩება არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარი კი ჯერ მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ და ფედერალისტებმა თქვეს. პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, აზრს ვერ ხედავთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეტად ხალხი კონცენტრირებული არის იმ მიზნების შესრულებაზე, რომელსაც საპროტესტო ტალღას აქვს. მაშინ როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი უარზეა, მეორე ნაწილი კი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარების განმუხტვის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის. საპარლამენტო არჩევნები არის ის უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის საუკეთესო პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად და ბუნებრივია ვემზადებით სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. იმისთვის, რომ ძლიერმა საქართველოს ლევო მონაწილეობა მიიღოს რაიმე ფორმის არჩევნებში, ამისთვის ჯერ პირველ რიგში ის კრიზისი უნდა განიწვიოს ამ ქვეყანაში, რომელი კრიზისიც არის. პოლიტიკური კრიზისი არის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის და საპარლამენტო არჩევნებით უნდა ჩატარდეს ახალი თვითმმართველობის არჩევნები, როგორ უშველის ამას. მარცხის შიში და დაბალი პოლიტიკური რეიტინგი მმართველი გუნდისთვის ის მთავარი მიზეზები არის, გამოც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ქართული ოცნების ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ მათ ოპონენტებს ნულოვანი შანსი აქვთ. ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინაიდან გაუწვილეს იმედი თავიანთ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ის რაღაცა აბსურდული განცხადებები თითქოს 400,000 ხმა ყალბდა და 100,000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ისინი ელემენტარულ წარმატებასაც ვერ მიაღწევენ, ახლა 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ იყო, პატარა წარმატება ნამდვილად იყო, თუმცა ამ არჩევნებში მათ ნულოვანი შანსი აქვს. 4 ოქტომბრის არჩევნები კი გირჩისთვის ახალი შანსია, რომ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ადგილი ისევ დაიმკვიდროს. ამიტომ მზადება უკვე დაიწყეს. გირჩში იმედოვნებენ, რომ კოლეგა ოპოზიციონერების პრინციპული გადაწყვეტილება დროებითი არ იქნება. ძალიან დიდი მოლოდინებით შევყურებთ ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომ სიტყვას შეასრულებენ და არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ როცა ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინაც არაფერი სახეირო არ ხდება, მერე ან ბოიკოტში არიან, ან საერთოდ პარლამენტში არ შედიან. პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ოპოზიციის პოზიციის სიმტკიცეში ეჭვი არ ეპარება მმართველ გუნდს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ამიტომ უარის თანხმობით შეცვლა სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ იქნება. ერთადერთი ახსნა
როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას რაიმე სახის არჩევნებზე, არის ის, რომ ამ პარტიას ეშინია წარსგეს საზოგადოების წინაშე. ისინი არ არიან დამოუკიდებელნი საკუთარ გადაწყვეტილებებში, იღებენ დირექტივებს სხვებისგან, დავალების მიმცემებისგან, ქვეყნის პარლამენტის გარედან. ძირითადად ამიტომ ხვალ და ზეგთ შეიცვლიან ისინი პოზიციას და ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებას კვლავ არჩევნებში მონაწილეობით შეცვლიან, ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იქნება. მათ იციან, რომ ისინი დამარცხდებიან. მათ იციან, რომ მეტ შეცვლომაში შეყვანა ქართველი ხალხისა ვეღარ მოხერხდება, თითქოს ესენი რაღაც დამოუკიდებელი ცალ-ცალკე ორგანიზაციები არიან, რომლებიც თვითონ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ქართულმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს არის იმ გლობალური ქსელის ადგილობრივი ფილიალები, რომელსაც ერთი საერთო პატრონი ყავთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. შეიცვლის თუ არა ოპოზიცია პოზიციას. ამის გასარკვევად 7 თვე რჩება. ქართული კომპანიების აქციების გაზრდილი ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მიმდინარე კვირის შედეგები უკვე გადანაწილებულია, რომლის მიხედვითაც ქართულის ფასი იზრდება, საერთაშორისო ლიდერი კომპანიების ნაწილის კი უფასურდება. საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკა 3 კომპანიით არის წარმოდგენილი. მიმდინარე პროცესებს აფასებენ სპეროს ექსპერტები, ამბობენ, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება. ქართული კომპანიების არსებობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის ქვეყნის პრესტიჟი და პოზიტიურად მოქმედებს მის რეპუტაციაზე. მათი ფასების ზრდა კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იყო წინა პერიოდში, რომ აქ ეკონომიკა ვითარდება, არა მარტო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ზრდით, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაჩვენებლებითაც საქართველოში ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აღმოსავლეთ ევროპაში და მსოფლიოშიც ერთ-ერთი მოწინავეა. ეს აჩვენებს იმ ზოგად წარმოდგენას, დამოკიდებულებას, რაც საერთაშორისო ბიზნეს წრეებს, ფინანსურ წარმომადგენლებს გააჩნიათ საქართველოს მიმართ. ეს არის ცალსახა გამოხატულება იმისა, რომ პოტენციური ინვესტორები, ბანკირები, საფინანსო წრეების წარმომადგენლები ინარჩუნებენ და ზრდიან თავიანთ პოზიტიური დამოკიდებულებას საქართველოსადმი, მისი საქმიანი წრეებისა და ფინანსური წარმომადგენლების მიმართ და ეს ტენდენცია არის არა ერთჯერადი, არა ეპიზოდური ხასიათის, არამედ მას სისტემური ხასიათი აქვს და აღმავლი ტრენდით ხასიათდება. დაპირისპირება პროფკავშირებსა და ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის შორის პროფესიული კავშირების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს CMC-ს სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს. პროფკავშირები CMC-ს კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და ყურადღებას კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში კი ამბობენ, რომ პროფკავშირების ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია. მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით სასამართლოს კომპანიამ ორი დღის წინ მიმართა. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე. CMC კომპანია, რომელიც ოპერირებს ჭიათურაში, ნაცვლად იმისა, რომ სოციალური პარტნიორობის კონტექსტში კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც ეკუთვნოდათ დასაქმებულებს და ვალდებულებები ქონდა აღებული პროფკავშირების წინაშე, ფიქრობ და გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამისგან თავის დაძვრენა უნდათ ინფორმით, რომ გადახდის უუნაროები არიან, რომ არა აქვთ დაუშვათ მათ შემოსავლები. მესმის, რომ მათ რეალურად არა აქვთ შემოსავლები, მაგრამ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ არ არის ეს შემოსავლები, კითხვის ნიშნები საკმაოდ ბევრია. ჩვენ ვართ საწარმო, რომელიც არის მოგებაზე ორიენტირებული და ბუნებრივია ვერ ვიქნებით ვერც პროფკავშირების და ვერც ვინმე სხვა პირის მითითებების შემსრულებელი. საწარმოს აქვს უკვე საკმაოდ დიდი დავალიანება, რაც ბუნებრივია განპირობებულია მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზით, ეს იყო დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც ჭიათურაში საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. კომპანიას ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა მუშაობა, რის გამოც დავალიანებები გაიზარდა და დღეს უკვე შეუძლებელია მის დაფარვა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კომპანიის ვალდებულებები უკვე დაახლოებით 42 მილიონ ლარს აღემატება და შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპანია არის უკვე ვალაუვალი, მას აღარ აქვს რესურსი, რომ ვალდებულებები შეასრულოს და აღარ აქვს არანაირი საშუალება, რომ კომპანიამ ფუნქციონირება გააგრძელოს და ბუნებრივია ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის იყო გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით მიმართვა სასამართლოსთვის. დამფუძნებლები და ვერავინ ვერ მოიტანს საკუთარი ჯიბიდან რაიმე თანხას, რომ საწარმო ფუნქციონირება განახორციელოს და გააგრძელოს. ვინედან დავალიანება უკვე ძალიან დიდია დღეს მდგომარეობით და ამ შემთხვევაში ბატონ პეტრაშვილი მხოლოდ ერთადერთ როლს ასრულებს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამ ლებათა ხელით რაღაც დაზიანდეს პროცესები.
სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სერვისები, რომელიც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ეგრეთ წოდებული VIP პალატით ისარგებლებს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს. სიახლე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ეხება. შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის მინისტრმა ხელმოწერით დაადასტურა, გადაწყვეტილების მთავარ მიზნად კი პაციენტების ინტერესების დაცვა დასახელდა. ყველამთვის ბოლოს ველოდები. კეთევან ნოზაძე პირველ შვილს მოუთმენლადებლის და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად უკვე ემზადება. მისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც პაციენტს შეუძლია ისე აერჩიოს ეგრეთ წოდებული VIP პალატა, რომ აღარ თქვას ერთჯერადი უარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე, მნიშვნელოვანია. თუ ავირჩევთ ლუქს ან VIP პალატას, სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში თანაგადახდის საშუალება გვექნება. ეს რეფორმა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა პაციენტისთვის, ჩემთვის პირადად, ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო. სიახლე ეხება სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ნებისმიერ პაციენტს, რომელიც სამედიცინო მომსახურებების მიღებისას ეგრეთ წოდებულ VIP პალატას აირჩევს. კრიტერიუმები განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო სექტორის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად. მაღალი კლასის იზოლირებული სასტუმროს ნომრის ტიპის პალატა, დამატებითი სერვისები, რომლებიც პაციენტებისთვის მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. პირველი და მეორე კატეგორიის პალატების ღირებულება უკვე გაწერილია. საყოველთაო დაცვის პროგრამით სამედიცინო სერვისები არის უფასო. ამ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა ეგრეთ წოდებული VIP პალატა აირჩიოს და ამაში კონდეს თანაგადახდით ისარგებლოს. აქამდე ეს არ შეიძლებოდა და ამისთვის მას ესაჭიროებოდა ერთჯერადი უარის თქმა პროგრამაზე. პრაქტიკულად ეს არის პალატა სამედიცინო მოწყობილობებით და სამედიცინო სერვისისათვის, მაგრამ ეს არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის. ეს ბრძანება და ეს ცვლილება მოგცემს საშუალებას სერვისი უფრო გავაუმჯობესოს და აღნიშნული სერვისები უფრო მეტი პაციენტისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. პაციენტებისთვის იქნება ნებაყოფლობითი, მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და ამ სერვისის არჩევის შემთხვევაში გაუმჯობესდება პირობები და ეს არამც და არამც არ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ეგრეთ წოდებული VIP პალატის სარგებლობის დროს თანაგადახდის შესაძლებლობისთვის შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ურთიერთობების დაბალანსება სახელმწიფოს, პაციენტსა და კლინიკას შორის, ისე რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ შეელახოს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს უწყების მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში, ვთქვათ, არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ისე დავაბალანსოთ და ისე დავარეგულიროთ ურთიერთობები ერთის მხრივ სახელმწიფოს, პაციენტს და კლინიკას შორის, ასევე ექიმს შორის, რომ ყველას სამართლიანად ხვდებოდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შრომის, საკუთარი ინტერესის შესაბამისი ანაზღაურებაც, ხარჯებიც ამგვარად ნაწილდებოდეს. კლინიკაში სიახლის ამოქმედებისთვის ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში არჩეული ეგრეთ წოდებული VIP პალატით თანაგადახდით ისარგებლოს. მისტიური გარემო ექსტრემისა და ველური ბუნების მოყვარულებისთვის, ბირთვისის კანიონი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. უნიკალური ბუნების ძეგლი თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ბირთვისის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, 3 დაკიდებული ხიდი, კოტეჯები და ზიპლაინი მოეწყობა. მალე სამოგზაურო რუკას კიდევ ერთი ახალი სარეკრეაციო ეკოტურისტული კომპლექსი შეემატება.
ბირთვისის კანიონის სათავგადასავლო პარკში მასშტაბური სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილი სულ მალე ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. კანიონი თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. დაკიდებული ხიდების, ზიპლაინებისა და ექსტრემალური საქანელის მოსაწყობად სამზადისი უკვე მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 10 მილიონ ლარს. პროექტი გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებზე, რომლებიც არიან ბუნების მოყვარულები და უყვართ ლაშქრობა. გარდა ამისა, პროექტი თავისი ბილიკებით ახერხებს იმას, რომ ყველა დონის მოლაშქრე მიიღოს, როგორც დამწყები, ასევე უკვე პროფესიონალები. კანიონის ტერიტორიაზე შეხვდებით მონუმენტურ კლდეებს, პატარა ჩანჩქერებს, გვირაბებს და წყლის ნაკადულებს. ახალი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი ასაკის მნახველს შესაძლებლობას მისცემს ბუნების ძეგლი უსაფრთხოდ და მარტივად მოინახულოს. ბირთვისის ბუნების ძეგლი ზოგადად ცნობილი არის კლდეთა სისტემით, რომელიც უნიკალური არის საქართველოში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც. ესეთი სანახაობები მოკლებული არის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები და შესაბამისად ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა უფრო გაამარტივებს უკეთ გაიცნონ ეს ადგილები. ბირთვის ქართველი და უცხოელი ტურისტები წელიწადის 4-ვე სეზონზე სტუმრობენ. ძეგლი განსაკუთრებით ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. ახალი ტურისტული ცენტრის მოწყობის შემდეგ დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე დაგეგმოს მარშრუტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. აქვე იქნება კვების ობიექტიც. მე როცა ავდიოდი აქ, თუნდაც 2 წლის წინ, 1 წლის წინ არავინ არ დადიოდა, ანუ ცოტა ძალიან და ანუ ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოიზიდავს ხალხს, ტურისტებსაც. ეხლა ზემოთ რო ვიყავი, ვაკვირდებოდი, რომ ანუ ვითარდება რაღაცეები. კლდეზე კეთდება ბილიკები, გასასვლელი და ანუ ცოტა ექსტრემს სენს. ძალიან კარგი იქნება, კაი ინფრასტრუქტურა თუ იქნება, იმიტომ ეხლა ჩვენ მარტო იყავი და ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად არ შეიძლება. მე უფრო ადვილი იქნება და რავი, კაი ბუნება არის. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ბირთვისის კანიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი მდებარეობაც სცემს. ძეგლი თბილისიდან 1 საათის სავალზეა. მის სიახლოვეს კი არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის განსაკუთრებულია ბირთვისის ციხე. ვიზიტორებს სჭირდებათ განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები, ასევე ტრანსპორტირების სერვისი, რაც ვფიქრობთ, რომ სრულად არის კერძო სექტორის პრეროგატივა, ადგილობრივი მოსახლეობის პრეროგატივა და ვფიქრობთ, რომ მათ მიეცემათ საშუალება, რომ დაკავდნენ აღნიშნული საქმიანობით, რაც გაზრდის მათ ეკონომიკურ შემოსავლებს. ბირთვისის კანიონზე სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება. სულ მალე აქ კემპინგის სივრცე და ეკომეგობრული ხის კოტეჯები მოეწყობა. განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადებულია იტალიაში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელმა წვიმამ ტოსკანის რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დატყვორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. პიზაში მდინარე არნოს ნაპირზე წყალდიდობისგან დამცავი საშუალებები დაამონტაჟეს. დაკორილი სახლები და წყლით დაფარული ქუჩები იტალიაში კოკის პირველმა წვიმამ მდინარე არნოს ადიდება გამოიწვია. ფლორენციასა და პიზაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. წყლის ძლიერმა ნაკადმა გზები და ქუჩები დატბორა. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. წყლის დონე კი პერიოდულად იმატებს და იკლებს. დღეს დილით ყველაფერი წყლით იყო სავსე, შენობებში ვერ შეხვიდოდი. ახლა კი დონემ დაიწია და სიტუაცია შეიცვალა. ყველგან წყალია, სარდაფიც დაატბორილია. 10 წუთში წყალმა თითქმის ყველაფერი დაფარა. მეწყერი და ღვარცოფი დაფიქსირდა ბოლონიაში. წყლის ძლიერმა ნაკადმა ჩახერგა სოფლებამდე მისასვლელი გზები. ტოსკანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი მოვლენა წლის ამ დროს არ ახსოვთ. ეჯგარეშია, რომ ჩვენთან უპრეცედენტო დიდი ნალექი მოვიდა, თუმცა ექსპერტებმა განმარტებს, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში მსგავსი მატება მოსალოდნელია. ჩვეულებრივ შემთხვევაში წლის ამ დროს ნალექი უფრო ხანმოკლე უნდა იყოს ვიდრე შემოდგომას, მაგრამ ეს ნამდვილად წააგავს შემოდგომის მოვლენას. ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში კრიზისული ვითარების გამო დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში. წყალდიდობისა და წაქცეული ხეების გამო შეფერხებულია მოძრაობა საავტომობილო გზებზე. Abbiamo chiamato i pompieri,
იტალიაში უხვინალექის გამო დატბორილი რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ერთი დღე გადამწყვეტ შეხვედრამდე საქართველოს მურაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადება. ბორჯღაოსნები ხვალ 16 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღაოსნები ზედიზედ მერვე ჯამში კი მე-17 ტიტულს მოიგებენ. მატჩამდე მასპინძელ სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. ძალიან გვინდა ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ასევე გვინდა მოვიპოვოთ ადგილი მსოფლიო თასზეც. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული რაგბისთვის. ხვალინდელ თამაშს დიდი გავლენა ექნება შემდეგ 2 წელიწადზე. ხვალ გვაქვს შესაძლებლობა ყველას ვაჩვენოთ, რომ უფრო მაღალი დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის რესურსი გვაქვს. ნაკრები ძალიან კარგ ფორმაში არის. ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებები ვანახეთ წინა თამაშები, რაც მოვიგეთ. რაც შეეხება ამ კვირის მოსამზადებელს, ფიქრობ, კარგად ჩაიარა, ძალიან რთული პერიოდი ქონდა. თვითონ ჩვენს, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც კარგად მომიმზადეთ, მზად ვართ ფინალისთვის და იმედი მაქვს, რომ ხვალს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე თამაშია, უკვე კარგად შეკრულები ვართ, ვიცით. ვის ვეთამაშებით, როგორ უნდა ვითამაშოთ და რა უნდა გავაკეთოთ ხვალინდელ დღეს. გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, დიდი мотиваციაა ჩვენთვის. სასიამოვნო იქნება თუ ხვალ მოვლენ ჩვენი მხრიდან ვესწრებით, რომ სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. სანამ ბორჯღაოსნები გაიმარჯვებენ, საქართველოს ანგარიშზე უკვე არის სხვა გამარჯვება. რუსთავის სპორტის სასახლეში კრივის გრანდიოზული შოუ მიმდინარეობდა. პროფესიონალური კრივის რინგზე სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურმა პრიზიორმა ლაშა გურულმა გამართა და გამარჯვებაც მოიპოვა. ღონისძიებას ქალაქის მერი, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შოუს ესწრებოდა კურიერიც. რუსთავს და ანი ხოშტარიას ვთავთ პირდაპირ ეთერში. ანი, როგორ წარიმართა ლაშა გურულის ბრძოლა? 6 რაუნდიანი სადებიუტო ორთაბრძოლა ლაშა გურულმა მოიგო, მან დაამარცხა განელი მეტოქე, რომელსაც დაუმარცხებელს უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ლაშა გურულმა საკუთარ ქალაქში განელი მეტოქე დაამარცხა. აქ იყო ამაღლებული განწყობა. ყველანი გულშემატკივრობდნენ ლაშა გურულს და ამხნევებდნენ მთელი თამაშის განმავლობაში შეძახილებით. გამარჯვების შემდეგ ლაშა გურული დააჯილდოვა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რაც შეეხება საერთოდ კრივის შოუს, დღეს აქ დღის 3 საათზე დაიწყო, ხოლო უკვე 7 საათზე დაიწყო 4 მთავარი ორთაბრძოლა, რომელშიც ქართველ მოკრივეებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას უცხოელი მოკრივეები და 4-ვე ორთაბრძოლაში ქართველმა მოკრივეებმა გაიმარჯვეს. სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ბრძოლით არ ვარ კმაყოფილი თვითონ, ჩემი შესაძლებლობების გამოვლინა დაახლოებით 20-25%, მაგრამ აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ჩემი ქალაქის წინაშე, ესეთი ამხელა აუდიტორიის წინაშე ვიყავი, ცოტა რაღაც მომენტში ფიქრები გამიფანტა და ამიტომაც ცოტა ხანი ჩამოუჯექი რინგზე კი დაინახეთ უყველა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილების ხარჯზე მოვიკრიფე ძალები, მობილიზდი და ბრძოლა მივიყვანე ბოლომდე, ესე ვთქვათ, მეც დავანოკდაუნე და სალსახად გავიმარჯვე. ჩემთვის ეს იყო დებიუტი 6 რაუნდიან ბრძოლებში არ ვშხოვო, ჩვენი სხვა ტემპია, ოლიმპიური კრივი, სხვანაირი სპორტია, ესე ვთქვათ და დებიუტისთვის მაინც ვთვლი, რომ ნორმალური იყო და ღმერთს მადლობა, რომ ჩემი გუნდის დახმარებით, ჩემი კარგი მომზადებით შევძელი და გავიმარჯვე. კრივის შოუს რუსთავის სპორტის სასახლეში ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, რომლებსაც ადგილზე მასპინძლობდა ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი. მათ მიულოცეს სპორტსმენებს გამარჯვება, უსურვეს წარმატებები და მთელი ბრძოლის განმავლობაში გულშემატკივრობდნენ მათ. ახლა კი შეგვიძლია მათი კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ძალიან მაგარი ორთაბრძოლების მოსწრენი გავხდით ყველანი, იმიდან მეულოცო თითოეულ მოკრივეს გამარჯვება. კრივი ტრადიციული ქართული სპორტის სახეობაა და მინდა რომ ამ გამარჯვებით ეთიურად კიდე გაიზარდოს კუჩი ჩათულობის რაოდენობებმა. ყველა ქართულ გულშემატკივარს მინდა მიულოცო. პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ლაშას, გიოს და ყველა მონაწილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა და მოგვანიჭა დიდი სიხარული თავის გამარჯვებით და მართლაც შესანიშნავი ბრძოლაა ჩვენს ბიჭობა თავდადო
წინელოდება ჩვენს და მინდა წარმატებები ვუსურვო რამოდენიმე თვის ეს იყო პირველი ბრძოლა და ესე რომ თქვა დებიუტი და მინდა წარმატებები ვუსურვო იმ დიდ გზაზე რაც წინელოდება კრიევის შოუს რუსთავის სპორტის სასახლეში რუსთავის მერიის, კრიევის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ანი ხოშტარია საუბრობდა. გამარჯობა წლების შემდეგ დაბრუნებული ფერწერული ტილოებიც, რომლებიც 1921 წლამდე საქართველოში ინახებოდა. ჰოლანდიელი მხატვრის მიერ შესრულებული ლარნაკი ყვავილებით და უცნობი ავტორის მიერ შექმნილი რელიგიური სიუჟეტის ამსახველი ტილო მცირე საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ ხელოვნების სასახლის დარბაზში მუდმივ მოქმედი გამოფენის ფარგლებში გამოიფინება. ლარნაკი ყვავილებით ეს ნიდერლანდური სკოლის წარმომადგენლის ჯაკობ ვეიერმანის მიერ შესრულებული ნახატია, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ნამუშევარი გასაბჭოებამდე საქართველოში ინახებოდა, რომელიც გასული წლის ბოლოს ბელგიიდან კულტურის სამინისტრომ დააბრუნა. ნაწილმორტი ერთ-ერთ ონლაინ აუქციონზე შევეძინეთ და ამისთვის ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია კულტურის სამინისტრომ. ნამუშევარი, როდესაც გამოაგზავნეს შეძენის შემდგომ, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, მას მცირედი ხელისშევლება დაარჭირდა რესტავრატორების მხრიდან, საკმაოდ კარგ კონდიციაში არის და გამოიფინა მალევე ნამუშევრის ჩამოსვლიდან და მიღებიდან. ხატრულ სტილისტური ნიშნებით გამორჩეული ნამუშევარი ქრისტეს 4 მოციქული უცნობმა ვენეციელმა მხატვარმა ზეთით პანელზე დახატა. მე-16 საუკუნეში შექმნილმა ნახატმა ხელოვნებაცოდნეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი ნაწილის აზრით ქრისტეს 4 მოციქული, რომელზეც იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იერონიმე, პეტრე და პავლეა გამოსახული, დიდი პანოს 2 ფრაგმენტია. ნამუშევარი ოლდენბურგების კოლექციიდანაა, რომელიც 1921 წლამდე საქართველოში ინახებოდა. ექსპონატები განეკუთვნება ვენეციურ სკოლას, არის მე-16 საუკუნის დასაწყისის, ხასიათდება საკმაოდ საინტერესო მხატვრულ სტილისტური ნიშნებით. ჩაუტარდა პირველადი დათვალიერება, განსაკუთრებული დაზიანება არ აღენიშნება, არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, თუმცა საჭიროებს მცირე საკონსერვაციო ჩარევებს, რომლებიც განხორციელდება უახლოეს მომავალში. ახალი ნამუშევრები, ტანისამოსი თუ ფერწერული ტილოები, რომლებიც ბოლო წლებში ხელოვნების სასახლის დიდ კოლექციას შეემატა, სხვადასხვა დარბაზში მუდმივ მოქმედი გამოფენის ფარგლებშია წარმოდგენილი. ის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ჩვენ მუზეუმს ბოლო წლების განმავლობაში და მით უმეტეს უკვე წელს შეემატა, დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის, ვინაიდან უმეტესწილად თითქმის ყველა მუდმივ მოქმედ კოლექციაში ფინება, ქვემოთ დარბაზებში, გოთურში და სხვა დარბაზებში. შესაბამისად, დამთვალიერებელს იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი, მათი ნახვა შეუძლია. ეს არა მარტო მნახველისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მკვლევარებისთვისაც და თვითონ მუზეუმისთვისაც, ვინაიდან ჩვენი ფონდის და ფონდსაცავების ნიშნულობაც იმატებს. ვეიერმანის ლარნაკი ყვავილებით უკვე გოთურ დარბაზშია გამოფენილი. საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამავე დარბაზში იქნება წარმოდგენილი ქრისტეს 4 მოციქულიც. შესაბამისად, მათ ნახვას ყველა მსურველი შეძლებს. ასეთი იყო კურიერი 9 საათზე, დარჩით რუსთავი ერთზე წინ გელოდებათ სერიალი მიხოდა მარო ნახვამდის.